მე თუ მკითხავ, ღარიბაშვილისთვის სულ არ არის ეს ციხე საჭირო. მაგას ბიძინა რომ თვალს აღარ გაუსწორებს და ამრეზით შეხედავს, ეგ უფრო დიდი სასჯელი იქნება მაგისთვის. აი ეგ სასჯელი დატანჯავს ცხოვრების ბოლომდე. ისე კიდევ კარგი პირბადე არ უპოვეს სახში იმოქროებთან ერთად, თორე ხოდა ჩასვავდნენ 1-15 დღით ციხეში. ბედზეა გადარჩენილი იმ პერიოდში რო არ იყო გაციებული, ბედი ქონია, რომ ქართული ოცნების რიგებში უკვე გამოჩნდნენ მოწინავე წევრები, რომლებმაც დაგმეს ყოფილი თანაგუნდელები. მოდით ნახოთ დიმიტრი სამხარაძის განცხადება. არც ირაკლი ღარიბაშვილის, არც გრიგოლ ლილუაშვილის გამო არ მოვსულა ოცნებაში. არავისთვის გამიტარებია და არც ვაპირებ გავუტარო რამე ისეთი, რაც ბატონ ბიძინას დაწყებულ საქმეს ავნებს. ჩემო დიტო, აზრი არ აქვს ამ ვაზელინით გაპოხილ განცხადებებს. ეგრო საქმე შველოდე ვინც ახლა უარყავი, იმ კაცს შენი წონა მადლობები აქვს გადახდილი ბატონი ბიძინასთვის, ვინ მოსთვლის რამდენი. თურმე პოლიტიკაში მოვიდა ბიძინას გამო და ვინც ბიძინას უღალატებს ყველას დასჭიან. ის კი არიციან ამათ რომ ყველა დასაჯელთა რიგშია ჩამდგარი. უბრალოდ ვინ როდის დაიჯება არავინ იცის, იმიტომ რომ ბიძინა რენდომულად არჩევს. და ვინც რიგში შეიძლება ბოლოში იყოს, ის უცბად შეიძლება თავში აღმოჩნდეს. გააჩნია ბიძინას ლოტოტრონი, რომელიც ციფრს ამოაგდებს. აგერ კაცი ახლა კაცის გვარი ღზე იწყებოდა, ბოლოში იყო რა და თავში აღმოჩნდა უცებ რა ვიცი, რას გაიგებ, ხო? აბა ვნახოთ შემდეგი განცხადება, ვინ წამოგვაწია ყოფილ თანაგუნდელებზე. ვნახოთ. ჩვენი გუნდის ლიდერობაც არ შეიძლება იყოს ინდულგენცია. ეს გახმაურებული გამოძიებაც იქნება პრევენცია, რომ ბიუჯეტით გამდიდრება არავის შერჩება ნინო წილოსანი გეუბნება. როგორი მკაცრი ხარ ნინო, ძალიან მკაცრი ხარ. აი ამას ამბობს ძვირფასო მეგობრო ადამიანი, რომლის ოჯახსაც სასამართლოს 65 მილიონი აპატია და თურმე ღარიბაშვილის ფაქტით როგორი შეშფოთებულია. ეთყობა ბიძინა ჯერ იმ სახლს არ მიდგომია კავკასიონი რო გადაჭერი და ზედ რომ წამოჭიბე კახეთში, იმიტომ რომ ჯერ ბარში ასუფთავებს ქონებებს ბიძინა და მთაშიც მალეავა აპირებს. რას ვიზავთ ასე, აი ასეთი ერთგულები არიან ქოცები ერთმანეთის. მამლის გაღვიძებამდე და ყივილამდე კი არა. ჩათვლემილი არ აქვს მამალს, ესენი უკვე უარყოფენ ყოფილ გუნდელებს. ხომ უნდა გაიღვიძოს მამალმა რომ დაიყილოს, არა ესენი ასწრებენ, ძვირფასო მეგობრო, ასწრებენ ესენი უარყოფას.